ხელშია საზოგადოებრივი არჩევანი ნაზი მეშველიანთან ერთად. დღეს ჩვენ სტუმრებს წარმოგიდგენთ და ვისაუბრებთ მეტად აქტუალურ თემაზე. ჩვენი სტუმრები გახლავთ დავით არაბიძე, ისტორიის პუბლიცისტი, სოციალური და სამოქალაქო აქტივისტი. აგრეთვე ჩემი სტუმარი არის დღეს რამაზ გერლიანი, ეკონომისტი და დოქტორი. ის ექსპერტიც გახლავთ, რა თქმა უნდა, და დღეს ვისაუბრებთ ჩვენ ესეთ თემაზე, როგორიც არის ფასების ზრდა, ფასების დარეგულირება, რამდენად შესაძლებელია, რამ გამოიწვია ამდენად გაიზარდოს ფასები, რომ ადამიანები უკვე არიან ძალიან შეწუხებულები. და შეუძლებელია ფაქტიურად დღეს დარეგულირდეს ალბათ ეს ფასები და რა არის დღეს ეს დღევანდელი დღეს შექმნილი პოლიტიკა, ეს ფასების პოლიტიკა როგორ არის დღეს განაწილებული, რა ხდება, როგორ მიმდინარეობს მიკრო და მაკროეკონომიკის განვითარება და თუ ფასების დაკლება შეიძლება, ბატონო რამაზ, აი თქვენ შეგეკითხებით, ახლა რამდენად დაიწყო ახლა ეს პოლიტიკა, რომ ფასებმა უნდა დაიწიოს, ფასები უნდა შემცირდეს, მაგრამ როგორც ხედავთ, რაც ეს საუბარი დაიწყო პირიქით, თითქოს და ფასებმა უფრო მოიმატეს. აი რაში მდგომარეობს ეს პოლიტიკა? მოგესალმებით უბრალოდ ყოვლისა, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. რაც შეეხება თვითონ ფასების ნაწილს, მართლაც ეს ძალიან მძიმე დაწევს საზოგადოებას. განსაკუთრებით მისი სიმძიმე გამოწვეული არის იმით, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს შემოსავალი არ ეზრდება სათანადოდ და მათ შორის ამ უდიდესი ნაწილის, ვთქვათ, კიდევ საკმაოდ სოლიდური ნაწილი დაახლოებით 600,000 ადამიანი სოციალურ ბაზარშია და მათ საერთოდ შემოსავლები არ აქვს პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. ლოგიკურია, რომ ამ ფონზე თუნდაც მცირედი ფასების მატებაც კი, ასე ვთქვათ, სენსიტიური და პრობლემაა და ჩვენთან რასაკვირველია არ არის მცირედით მომატებული, საკმაოდ მსხვილი პროცენტული მაჩვენებლით მოიმატა ფასებმა წლების განმავლობაში. მე ესეთ სტატისტიკას მოგიყვანთ, რომ შევიდეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე, ვნახავთ მან, რომ 2010 წლიდან 2025 წლის ბოლოს ჩათვლით 85%-ით არის ფასები გაზრდილი. ანუ ინფლაციის, ვთქვათ, მაჩვენებელი ესე იცვლება. მათ შორის 2014 წლიდან 2025 წლის ბოლომდე არის 85%-ით. ანუ დიდი წილი სწორედ ამ პერიოდზე მოდის ფასების მატებისა. შესაბამისად, აქედან ძალიან შეგვიძლია რომ მარტივად შევხედოთ იგივე მაკროეკონომიკური ვთქვათ მაჩვენებელს. გაგვეზარდა კი ჩვენ ამდენჯერ შემოსავლები, გაიზარდა კი ეკონომიკა ამდენჯერ და აქ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფასის ძირითადი მიზეზი, როგორც წესი, ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი არის ეგრეთ წოდებული ფულის მასის, ასე ვთქვათ, არაადეკვატური ზრდა. ანუ ფული, როდესაც ბევრი შემოდის ეკონომიკაში, რომლის ექსკლუზიური ბეჭდის უფლებაც გააჩნია სახელმწიფოს და კერძოდ ამ შემთხვევაში ცენტრალურ ბანკს, ირღვევა ბალანსი საქონელსა და მომსახურებასა და ასე ვთქვათ ფულს შორის და შესაბამისად მიწის ფასების მატება. ძალიან მარტივად რო გაიგოს ამ შემთხვევაში მაყურებელმა, წარმოვიდგინეთ, რომ აქეთ ამ მხარეს გვაქვს 10 ერთეულის ვთქვათ პროდუქტი, მეორე მხარეს გვაქვს 10 ლარი. ანუ პირდაპირ პროპორციით რო გავამარტივოთ ყველაფერი, ანუ ერთი პროდუქტის ღირებულება არის 1 ლარი. აქეთ რო არაფერი არ შეიცვალოს, ან მცირედით გაიზარდოს და მეორე მხარეს 20 ლარი გავხადოთ, ან გავზარდოთ ფულის მასა. ჩვენ მივიღებთ უკვე 2 ლარს 1 ერთეულის ღირებულებად. ანუ ის გაიზრდება 100%-ით. შესაბამისად, სწორედ ეს ემუშაოს ფასების ზრდის ნაწილი. ნუ ჩვენ შემთხვევაში ხა რეალურ ეკონომიკას რო შევხედოთ, ცოტათი ეს პროდუქტების რაოდენობაც იზრდება, მაგრამ მის ზრდის ტემპს ასწრებს ფასების მიმართ, ასე ვთქვათ, ფულის მასის ზრდა, ანუ ფულის ბეჭდა ასწრებს და შესაბამისად ლოგიკურია, რომ ყველაფერზე ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ეს პირველადი მოხმარების საქონელი და მომსახურება თუ სხვა ტიპის ყველაფერზე არის, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ფასების მატება, მაგრამ ყველაზე მეტად არის ამ შემთხვევაში სწორედ რომ პროდუქტებზე ზოგადად ფასების მატება, პირველად საქონელსა და მომსახურების ნაწილში ფასების მატება, ვინაიდან ამ ჯგუფში ჩვენ ყველაზე მეტი გვაქვს ფასების მატების ტემპი. იმიტომ რომ ეს ის პროდუქტებია, რომელზეც ნებისმიერ ფასის შემთხვევაში მაინც ყიდულობს ადამიანი. ნაკლებს, მაგრამ მაინც ყიდულობს. იმიტომ ის აუცილებელია მასე ვარს ვერ იტყვი და შესაბამისად გამყიდველებიც ამ შემთხვევაში მიმწოდებლებიც ცდილობენ რომ ფასები მოუმატონ ისეთ პროდუქტებზე, რომელზეც მომხმარებელი ვარს ვერ იტყვის. პირობითად დაწყებული პურიდან დამთავრებული, რა ვიცი, შაქრით, კვერცხით და ასე შემდეგ და ასე. რაც პირველადია, ის ამ შემთხვევაში ესეთი ტერმინი გვაქვს ეკონომისტებს
ელასტიურობა, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ფასს მომატებენ, რამდენად დაიკლებს მისი ყიდვის ნაწილი. ეს ის პროდუქტებია, რომელზეც მნიშვნელოვნად ვარს ვერ იტყვი. პურო გახდება პირობითად და მართლა გახდა ხო, ლარნახევარი რიგი ზოგი უფრო ძვირი ცხირს. ლარი და 20-დან იწყება დღეს პურის ფასი, ძირითად მასიურად რასაც ვიყენებ, ლარნახევრამდე, ხო? შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ლარნახევრამდე გაიზარდა, ოჯახებს, რომელსაც ერთი პური უნდათ, ან ორი პური, ისე ორი პური უნდათ. ამაზე ვერ იტყვიან ვარს, მაგრამ სხვა რაღაცას აკლებენ და ეს იწვევს მერე ჩვენი შემოსავლების მხრივ კეთილდღეობის შემცირებას, იმიტომ რომ ჩვენ თუ ჩვენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი პროდუქტებზე და პირველად მოხმარებაზე დავხარჯეთ, სხვა რაღაცისთვის უკვე თანხები არ რჩება და ამას გადაყავს მერე საზოგადოება მთლიანად სიღარიბის ზოგად ნაწილში. ის უნდა მეკითხა ზუსტად, როცა ესეთი არის განაწილებული, მაშინ სიღარიბეს იწვევს ალბათ ადამიანების, ხო? სწორედ რომ, დიახ, სწორედ ერთი რომ ჩვენი პირობითად ის 100 ლარიანი, რომელიც აქვს ზოგად მოქალაქეს ან 1000 ლარიანი შემოსავალი, ნომინალში ისევ ის 1000 ლარია, მაგრამ ზუსტად იმდენს ყიდულობს პროდუქტს, რამდენსაც წლების წინ 700 ლარი ყიდულობდა. ანუ რა არის ინფლაცია მარტივად რო ახსნათ, აი დავდოთ რაღაც ვაშლი დავდოთ მაგიდაზე, გამადიდებელი შუშით ვადიდებთ, დიდი ჩანს თითქოს, მაგრამ მისი კილოკალორიაჟი სარგებლიანობა ისევ იგივე ვაშლი, არაფერი არ შეცვლა. ამიტომაც ჩვენი 100 ლარიანი თითქოს ისევ 100 ლარიანია, მაგრამ სინამდვილეში ის არის ასე ვთქვათ 60 ლარის ექვივალენტი და ეს ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც შემოსავლების ზრდის ტემპი ვერ ეწევა ასე ვთქვათ ფასების ზრდის ტემპს. საერთო ჯამში თითქოს ინფლაცია ამ შემთხვევაში წლიური დაგვიფიქსირდა 4.8, ხო? რაც შარშანდელთან შარშან ხო მოიმატა, იმაზე ზებნადები მატებაზე ასე ვთქვათ საუბარი და ეს თითქოს ისე ჟღერს, რომ ცოტაა, მაგრამ თუ ავიღებთ კონკრეტულ ჯგუფს პროდუქტებს, რომელიც ყველაზე მეტად უჭირდება და მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ჯგუფს ყიდულობს, სხვა რაღაცისთვის თითქმის აღარ რჩება. ეგრეთ წოდებული დანაზოგები აღარ აქვს ესე ვთქვათ ამ მოქალაქეებს, რომ მე ინვესტირება და ეკონომიკის გაფართოება მოხდეს და იმათთვის ეს 4.8%-იანი ინფლაცია არის დაახლოებით 13-14%-იანი ინფლაციის ტოლდიდი, იმიტომ რომ ისინი ისეთ კატეგორიის ისეთ ჯგუფზე ხარჯავენ, რომ იქ მეტი არის პროცენტული მატება ფასების და ეს მძიმე დაღიქმება რა საკვირველია და მე თითოეულ მოქალაქის ეს შესაძლებლობები ამით ვთქვათ იზღუდება და ლოგიკურია, რომ არათუ ჩვენის თანაქვეყანას უფრო განვითარებულ, უფრო ძლიერ ქვეყნებშიც ეს ფასების მატება არის ძალიან სენსიტიური და ჩვენთან განსაკუთრებით, ვინაიდან შემოსავლები ძალიან ასე ვთქვათ ცოტას აქვს, მხოლოდ და მხოლოდ თითქმის ნახევარზე ოდნავ მეტს აქვს ხელფასით შემოსავალი. დანარჩენს მივიჩნევთ, რომ არის თვით დასაქმებული და 600,000 ადამიანს საერთოდ არ აქვს შემოსავალი, სიღარიბის შემწეობაზეა მიბმული და ლოგიკურია ამ შემთხვევაში ორმაგად მძიმე და პრობლემური არის ფასების მატების პრობლემა. როცა მოძვირდა პროდუქტი, ხო, მაშინ დღე-დღე იზრდება ალბათ, ხო? იცით როგორ არის პროდუქტის გაძვირებასთან ერთად, რასაკვირველია ეს პროცენტულად არის DGG, ხო? და ის თუ მანამდე ღირდა პური ლარი, DGG მიდიოდა 18 თეთრი. თუ ეხლა ღირს ლარნახევარი პური, ლოგიკურია რომ თავისთავად, იმიტომ ამ შემთხვევაში გამოდის რომ 27 თეთრი შედის უკვე DGG-ის სახით, მაგრამ ეს 27 თეთრიც რასაკვირველია გაუფასურებულია, მაგრამ ლოგიკურია ეს პროცენტით არის მიბმული და ამ შემთხვევაში უფრო მეტი ფინანსურად მეტი მიდის. პროცენტი იგივე რჩება. ეკონომიკა გაიზარდა, ხო, ამბობენ რომ ეკონომიკა გაიზარდა, არაერთი განცხადება იყო და როგორც ნახავთ, რომ ეკონომიკა გაზრდილია, მაგრამ ეს რის ხარჯზე, ისევ ადამიანების ხარჯზე, ვინც გაძვირებული პური იყიდა და რაღაც ისაგნები, რომლებიც აუცილებლად საჭიროა. დიახ, ჩვენ ამ შემთხვევაში ეკონომიკას სწორედ რომ გამოვსახავთ ესე ვთქვათ ფინანსურ ჭრილში და მათ შორის არის ანუ ინფლაციური ნაწილი, მაგრამ ჩვენ გარდა ამ ფასების გაძვირებისა, დიახ, რეალურისდაც არის. ამას ხო ვერ ვარყოფთ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი კაცობრიობის განვითარების პროცესია, იზრდება, მაგრამ ეს ტემპი არ არის საკმარისი. თითოეულ მოქალაქეს ჩვენ გსურს რომ დღევანდელზე ხვალ უკეთესად ვიყოთ, ჩვენი მოწოდებაა ეს, ხო, ყოველდღე ვცდილობთ რომ განვითარდეთ, გავფართოვდეთ. აი ეს მოქალაქეების ძალისხმევა, ყოველდღიური შრომა განკონვერტირდება მე ეკონომიკურ ზრდაში. აქ მე არ ვხედავ ამ შემთხვევაში დიდ რაღაც გარღვევას და წარმატებას, რომელიც შეიძლება დავაბრალოთ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ან ამ შემთხვევაში ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელს, ანუ კონკრეტულად ხელისუფალს. მათი დამსახურება არ არის ამაში არანაირი, გარდა იმისა, რომ ფასები იზრდება. ინფლაცია მათი დამსახურება ფასების და ეკონომიკური და თითოეული ბიზნესის, თითოეული მოქალაქის ძალისხმევით არის მიღწეული. ეს არ არის დიდი. ჩვენის თანაქვეყანას უნდა ქონდეს მინიმუმ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ სამწუხაროდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს. და მიდის ასევე რასაკვირველია სტატისტიკური მონაცემების გარკვეულწილად დამახინჯება. დიახ, მეთოდოლოგია საერთაშორისო დონეზეც ესეთი, აი თქვენ ახსენეთ, ეკონომიკა გაიზარდა. 2016 წელს 27 მილიარდის ფარგლებში იყო ჩვენი, ესე ვთქვათ, კლიენტის შიდა პროდუქტი, რაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლად არის, ესე ვთქვათ, მიჩნეული.
მაშინ როდესაც უკვე გადმოვწიეთ საანგარიშო პერიოდი 2019-მდე, ეხლა რომ ჩავხედოთ მონაცემებს, თურმე 2017 წელს ყოფილა 42 მილიარდი, ის რა ქვია, კლიანტში და პროდუქტი. როგორ შეიძლება წარსულში ჩავიდეთ და იქ შევცვალეთ რამე? არაფერი არ შეგვიცვლია. აი სწორედ როგორც გითხარით და გამადიდებელი შუშით დანახვა, მისი გადიდება, ვაშლის დიდად ჩვენება, აი ეგ ეფექტია. სხვა იქ უკვე ხო დაფიქსირდა ის ისტორიას ჩაბარდა 2016-17 წლებში იყო 27-26 მილიარდი ესე ვთქვათ კლიანტში და პროდუქტი. როგორ შეიძლება 2025-დან რომ გადავიხედავ და 2019 წელს თუ ავიღებ შესადარად, იქ აღმოჩნდეს რომ ის გახდეს 42 და აი ეს რაღაც სტატისტიკური ციფრების თამაშით ნაჩვენებით თუნდაც ის პროცენტულობა ეს რეალობას ვერ შეცვლის, იმიტომ რომ ვაშლის კილოკალორიის შესაბამისად მის მოცულობას გამადიდებელი შუშის გადიდებით როგორც ვერ შეცვლი მის სარგებლიანობის ეფექტს. ასევე არის ასეთი ციფრებით ცვლილება, ამიტომ ვერ აღიქვამს მოქალაქეები ამ ეკონომიკურ ცირეს კოდს ზდას თავის თავზე. თუნდაც ის შეიძლება პროცენტულად რაღაც გაბედულად ვაჩვენოთ, იმიტომ რომ ჩვენ ქონდა პანდემია, მაშინ ჩავარდა ეკონომიკური მაჩვენებელი და მე იქიდან მაღალი პროცენტიანი მაჩვენებლი ჩანს როგორც წესი ეს დის ნაწილი. ეს მათ შორის ინფლაციის ნაწილსაც ეხება, ხო? ხშირად ამბობენ, რომ ეს ინფლაცია ერთნიშნად ბევრი არის. როგორ არის ბევრი, როდესაც გასულ წელს უკვე ქონდა და მიმდინარე წლის ინფლაცია იმ გასულ წელზე კიდე ზედ ნამატი, ანუ რაც ნიშნავს ეს, რომ ჩვენ რო პური გაგვიხდა ლარიდან ნახევარია, ლარ ნახევრამდე რო ავიდა. ამ ლარ ნახევარზე კიდე ზედ ნადებ, ესე ვთქვათ 4% ნახევრიანი ან 5%-იან ზდაზე არის საუბარი და ეს მძიმეა, იმიტომ რომ მანამდე თუ წლების წინ ლარიდან 4%-ით გაიზარდა, ლარიდან 4 თეთრს ნიშნავდა და დღეს თუ გაიზრდება 4%-ით, ეს ნიშნავს ლარ ნახევრის 6 თეთრით გაიზარდა. ფინანსურ მაჩვენებელში ეს კიდევ და კიდევ უფრო მძიმედ აღიქმება, იმიტომ რომ პროცენტი იგივე ჩანს, მაგრამ ფინანსურად ეს უფრო ზოგადად დიდია. იმიტომ რომ დიდი ციფრის პროცენტიც უფრო დიდია, ლოგიკურად, როგორც თქვენს DGG-ზე ახსენეთ, ხო? ლარიდან 18% 18 თეთრია, მაგრამ ლარ ნახევრიდან 18% უკვე 18 თეთრი აღარ არის, უკვე 27 თეთრი. და ეს უფრო მძიმედ აწვება რასაც როგორც მოქალაქეს, ასევე ეკონომიკას და რახან DGG ახსენეთ, ერთ-ერთი გამოსავალი მათ შორის თუ უნდა გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ არ უნდა ჩაერიოს ის ბაზარზე. შეუმსუბუქოს მაშინ ბიზნესს თვირთი, შეამციროს თუნდაც DGG და ეს რასაკვირველია მოკლევადიან პერიოდში რაღაც შვებას მიცემს ბიზნესს და შესაბამისად ეს აიცახება შემდგომ ფასებზე. რაც ყველაზე მთავარია ამ დონის ფულის ვთქვათ მასის ზდაზე, მან ვარი უნდა თქვას. ვარი უნდა თქვას, ვინაიდან 2014 წელს ჩვენს ეკონომიკაში ესეთი ცნება გვაქვს ეკონომისტებს M3 ფულის მასა. 11 მილიარდი იყო სულ ლარში. იცით რამდენი არის 25 წლის ბოლოსთვის? 57 მილიარდი. რამდენჯერ არის გაზრდილი. ამის მერე არ უნდა გავიყვირდეს, რომ ფასები იზრდება. რამდენჯერ 11 მილიარდი და 57-მდე რამხელა ასე ვთქვათ, რამდენჯერ უნდა გაიზარდოს. ეს იმ დროს, როდესაც ეს ფული ხო მერე შეეთისკათ სხვადასხვა არხით ეკონომიკაში და უფასურდება ჩვენ ხელსართებული აქტივები, იმიტომ რომ შენ რო 100 ლარი გაქვს, იქ ვიღაცამ დამატებით ფული შემოიტანა, ეს 100 ლარი გაგიუფასურდა და ყიდულობ უკვე 100 ლარით შარშან წინებში რომ 70 ლარად ყიდულობდე მხოლოდ იმ პროდუქტს. და ანუ რა ნომინალში ნულები ვაწეროთ მაშინ და არაფერს არ შეცვლის კეთილდღეობის თვალსაზრისით. ბატონო დავით, თქვენ რა შეგიძლიათ ახლა გითხრათ, აი ირღვევა თუ არა ასეთ შემთხვევაში ადამიანების უფლებები და აი თვითონი მათი, ვინც მაგალითად ყოველ წუთში შედის მაღაზიაში და ვერ ყიდულობს იმას, რაც სჭირდება და აუცილებელია მისთვის და არ ყოფნის თვიგანთვევდე ხელფასი, პენსია და ასე შემდეგ. დიახ. მივესალმები ტელემაყურებლებს, მივესალმები ქალბატონ აზიზს, ბატონ რამას, მივესალმები რეჟისორს. მოდი ჩვენ დავიწყოთ საფუძვლიდან, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რამ განაპირობა რომ ჩვენ ასეთი ჩვენი თანამედროვე საზოგადოება ასეთი სოციალური სტრუქტურა აქვს. ყველაფერი აქვს თავის საწყისი და ეს საწყისი არის 1991-92 წლების ანტიკონსტიტუციური შერაღებული სახელმწიფო გადატრიალება. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ 1991 წლის 26 მაისს საჩვენები როდესაც ჩატარდა, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდი არჩეული იქნა კონკრეტული საპრეზიდენტო პროგრამის საფუძველზე. მის ეკონომიკურ ნაწილში პირდაპირ ეწერა სოციალური საბაზრო მეურნეობა. როდესაც მოხდა ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება, რა თქმა უნდა, პუტჩისტებმა ამაზე უარი განაცხადეს და მის შემდეგ მოსულმა ყველა რეჟიმმა უარი განაცხადა საქართველოში ააშენოს სოციალური საბაზრო მეურნეობა. გასაგებია რატომაც. მათი მთავარი ამოცანა იყო დეინდუსტრიალიზაცია და კულტურული კონტრრევოლუცია. ანუ მთელი ის საწარმოო პოტენციალი, რომელიც შეიქმნა სოციალისტური ინდუსტრიალიზაციის ბაზაზე, მათ გააფორმეს ჯართად, მოგეხსენებათ ბატონ რამაზის ამის თანხმობა ალბათ, 2007 წლამდე ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი საქართველოსდან იყო ჯართი. ის მართლა ჯართი კი არ იყო. ის იყო ის წარმოების საშუალებები, რომელიც 10 წლების განმავლობაში იქმნებოდა. შესაბამისად, საწარმოო ძალთა განვითარება არათუ შეფერხდა, არამედ წავიდა უკან. ყოველთვის მე აღნიშნავ და ბევრი სხვაებიც აღნიშნავენ, რომ
ქვეყანაში ესე ვთქვათ, მხოლოდ ეკონომიკური ზრდა შეიძლება აისახოს მხოლოდ ამ საზოგადოების ზედაფენაზე. ახლა ჩვენ თანამედროვე პოლიტეკონომიური ანალიზი რო ჩავატარეთ, მივიღეთ შემდეგი სურათი, ეს ზოგადია. არის დაახლოებით 200-მდე ოლიგარქიული ოჯახი, რომელსაც დაახლოებით 40%-მდე გააჩნია არსებული აქტივების, რაც არის საქართველოში, ან პირდაპირ მის საკუთრებაშია, ან არა და ის რაღაცა სხვადასხვა მათ შორის პოლიტიკური ფორმებითაც აკონტროლებს მას. არის დაახლოებით მოსახლეობის 3%, მას ბურჟუაზიად შეიძლება უწოდოთ. ეს არის მათ დაახლოებით 30%-მდე აქტივები გააჩნია და სხვადასხვა ფორმით კიდე აკონტროლებენ და არის კიდე 10% პირობითად მათ საშუალო ფენა უწოდოთ, რომელიც დაახლოებით 20%-მდე კიდე ქონებას განკარგავენ საქართველოში არსებული. მე ვგულისხმობ იმ 80%-ზე ტერიტორიის საქართველოს რესპუბლიკის, რომელსაც დღეს საქართველოს სახელმწიფოს უწოდებენ. ხო და დანარჩენი მოსახლეობის 87% არაუმეტესი 10%-ს ფლობს. შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდა ახლა რო გვეუბნებიან ჩვენ 10%-იანი, რა თქმა უნდა არის ის 10%-იანი ეკონომიკურ ზრდა, მაგრამ ის აისახება მხოლოდ იმ 13%-ის შემოსავლებზე, 13%-ის კერძო მოგებაზე და არავითარ შემთხვევაში ის არ აისახება დანარჩენი 87%-ის იმან. ის პირიქით მიდის ქვემოთ და ქვემოთ. რატო? იმიტომ საწარმოო ძალები არ ვითარდება. ყველა სახელმწიფო რომელიც განვითარდა და წავიდა წინ და გააკეთა ეს ვთქვათ ეკონომიკური და სოციალური ნახტომი საწარმოო ძალთა განვითარებაზე ემყარებოდა. მე ესე ვთქვათ დასკვნის სახით ვიტყვი რომ ახლა ეს რახან ვისაუბრე რომ ერთადერთი გამოსავალი არის არა უბრალოდ ვთქვათ DGG შემცვალ და არამედ ახალი ინდუსტრიული რევოლუცია არის საჭირო ახალი ტექნოლოგიების საფუძველზე. თუ ახალი ტექნოლოგიების საფუძველზე ახალი ინდუსტრიული რევოლუცია არ მოვაწყოთ ახლა შედეგი იქნება არაფერი წყლის ნახვა. მით უფრო ახლა ჩვენ ვხედავთ რომ 2010 წლიდან არსებობს სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისია, რომელიც მაგალითად ყოველწლიურად ჩადის ივნისში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენცია იმართება ჟენევაში და ჩვენი სახელით იქ ლაპარაკობენ იქ რომ რაღაც თვითონ პროცესები ხორციელდება. რა პროცესები ხორციელდება? ჩვენ ხედავთ უკვე საკმაოდ დიდი ხანია რომ საერთოდ შეწყვეტილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირება. საერთოდ შეწყვეტილია. და რაც შეეხება თვითონ სოციალური პარტნიორობის სამხრივ კომისიას, ის დარგობრივი სატარიფო და ტერიტორიული შეთანხმება და გენერალური შეთანხმება, რომელიც დაიდო, აი ზუსტადაც რომ არ პასუხობს იმ გამოწვევებს, ეკონომიკურ და სოციალურ და მათ შორის ფინანსურ გამოწვევებსაც და ფასების გამოწვევებსაც, რომელიც დღეს შეიქმნა. ამიტომ მიმაჩნია რომ სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისია, მე არ ვამბობ იმას, რომ კომისიაში დღეს ვინც არის მთავრობის სახით, ბიზნესის და პროფკავშირების სახით წარმოდგენილი, ისინი დარჩნენ ისინი ჩვენ მე არა ვარ წინააღმდეგი რომ ისინი მათ წასვლასკენ არ მოუწოდე, მაგრამ ის 3-ჯერ 4-ჯერ მაინც უნდა გაისაზრდოს კომისიის შემადგენლობა და იქ უნდა მივიდნენ ახალი ადამიანები, ახალი იდეებით, მათ შორის ისეთი იდეებით, რომელიც უკავშირდება სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება სოციალურ პარტნიორობას და ზოგადად სოციალურ პროგრესს. აი ეს იქნება გამოსავალი. თორე თუ ჩვენ ახლა ვისაუბრებთ მხოლოდ იმაზე, რომ თქვა რაღაცა DGG შემოვწიოთ, რომელიღაცა წვრილი საშუალო ბიზნესმენს და ამით ფასები დაიკლებს, ეს არანაირად შედეგს არ მოგწევს, უკიდურეს შემთხვევაში 87%-ისთვის არანაირ შედეგს არ მოგწევს. ხა ძალიან მნიშვნელოვანი აგრეთვე აღინიშნოს ისა, რომ რა თქმა უნდა მე ევროკავშირის მიმართ, რომელიც არის იმპერიალისტური ორგანიზაცია, სადაც არის იერარქია, ექსპლუატაცია, პოლიტიკური ტერორიც კი. მოგეხსენებთ აი მაგალითად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობას სადეს პოლიტიკური ნიშნით, ხო ესეა? ხო, ასეთი ორგანიზაციის წევრობის რა თქმა უნდა მომხრე არა ვარ და არ შეიძლება ვიყო, იმიტომ რომ იქ მიუხედავად დეკლარირებული განცხადებებისა იქ ბევრი ესე ვთქვათ პრობლემებია, ამაზე ბევრი საუბრობენ მარჯვნიდანაც, მარცხნიდანაც და ცენტრიდანაც. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხო, სოციალური ესე ვთქვათ, ხო, გააფორმეს ასოცირების ხელშეკრულება ევროპის კავშირთან. მე სრულდება დღეს საქართველოში ასოცირების ნაკის ვალდებული. მხოლოდ ის ნაწილი სრულდება, რომელიც ვთქვათ, კარგია იმ 13%-ისთვის, მაგრამ 87%-ისთვის კარგი რაც არის, იქიდან არაფერიც არ სრულდება და აც შესრულდება. მეცაც ვიტყვი 2015 წელს გაეროში ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობამ, ისე როგორც დანარჩენმა სულ 193 ქვეყანამ სიღარიბის დაძლევის სტრატეგიას, რომლის შესახებ ანგარიშიც უნდა წარდგეს 2030 წელს. სად არის ეს ჩვენი ესე ვთქვათ ქართული სტრატეგია სიღარიბის დაძლევის? იქ მთელი 20 პუნქტზე მეტი არის, რომელზეც ღონისძიებები უნდა გატარებულიყო და ზომები უნდა გატარებულიყო. არაფერი ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერს ამასთან. 4 წლის შემდეგ ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში, საინტერესოა რა ანგარიში წარადგენს იქა. ვერც ვერანაირ ანგარიშს ვერ წარადგენს. ხო, რაც შეეხება ღირებულებას, ღირებულების შესახებ არსებობს ახლა დაწყებული დევიდ სმიტიდან დამთავრებული კარლ მარქსით, როდესაც ღირებულების კანონზეა საუბარი, ხო? ხა რა არის? იქ ისინი საუბრობენ იმაზე, რომ კონკრეტული საქონელისა მომსახურების ფასი დამოკიდებულია მასზე იმ დროზე, სამუშაო დროზე, რომელიც მასზე დაიხარჯა და ახლა კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ თუ საწარმოო ძალები არ არის განვითარებული საქართველოში და ხა ჩვენ ხედავთ, რომ ის რაც არსებობდა პერიოდში
თუნდაც 60-იან, 70-იან, 80-იან წლებში ის პროფტექნიკური განათლება, ხო, პროფესიული ტექნიკური განათლება, ისიც მოშლილია ძირფესვიანად და რა საწარმოო ძალები უნდა ყავდეს ჩვენ ისეთი, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას, რომ ესე თქვა პირდაპირ დავეუფლოთ ახალ ტექნოლოგიებს და ეს ახალი ტექნოლოგიების საფუძველზე მოვახდინოთ ესე რა ქვია ახალი ინდუსტრიული რევოლუცია. სხვა გამოსავალი არ არსებობს, იმიტომ რომ დაწყებულია ხო თქვა. აი ყველაზე კონკრეტული მაგალითი მომყავს ხოლმე ისა ქვია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ 1871 წელს სულ იყო 3 მილიონერი რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციაში, სულ 3 მილიონერი. და 40 წელიწადში ინდუსტრიული რევოლუციამ 10,000-ობით მილიონერი მისცა ამერიკის შეერთებულ შტატებს. როგორ? საიდან? საწარმოო ძალთა განვითარებით. ინდუსტრიული რევოლუციის გზით. სხვანაირი გამოსავალი იქ არ იყო ხა. როგორ შეიძლებოდა? სხვანაირად გამორიცხული იყო, რომ იმათ რაღაც წარმატება მიეღწიათ ამ მიმართულებით. ხო, რაც შეეხება იმას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ რადგან საქართველოს უკვე ჯერ კიდევ 93 წლიდან აქვს ფილადელფიის დეკლარაცია რატიფიცირებული, იქ პირდაპირ წერია, რომ ადამიანის შრომა საქონელი არ არის. აი, როდესაც 2006 წელს მაგალითად მიიღო მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით, სხვათა შორის პარლამენტის თავმჯდომარე იყო ნინო ბურჯანაძე, პრემიერ-მინისტრი იყო ზურაბ ნოღაიდელი და ეს პროექტი შრომის კოდექსი მოამზადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ნუ პირდაპირ ხა მოკლედ რო ვთქვა, მაყურებლის გასაგებია, მონური შრომის კოდექსი იყო და რა ყველა საინტერესო არის, ამ კოდექსს აკრიტიკებდა არა მარტო თქვა პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც კი. Ну, მე გავიდა წლები, მე მოვიდა ახალი ხელისუფლება და 2013 წელს რაღაცა ერთგვარად კოსმეტიკური ყველა ძალიან რაცხვირო და ისინი ამოღებული იქნა განსაკუთრებით 37 მუხლი შეიცვალა, სადაც დასაქმებული ადამიანი სრულად უუფლებო იყო. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ეხლა კიდევ ერთხელ მეორე ჩვენ ფასების რეგულაცია ეხლა შესაძლებელია მხოლოდ სოციალისტური სახელმწიფოს პირობებში, როცა სახელმწიფო ორგანო იღებს ბატონ ამას დამეთანხმება გადაწყვეტილებას, ну, ალბათ სამეცნიერო დასკვნის საფუძველზე, რომ თქვა რაღაცა საქონელი და მომსახურება უნდა ღირდეს ასე და ეს. ხა ვისაც საბჭოთა პერიოდში გვიცხოვრია, გვახსოვს, რომ იყო რაღაც რიგის. ხო, არა, მომატება ან დაკლებას ახდენს სოციალისტური სახელმწიფო ორგანო. და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მთელი რიგი საქონელი იყო, რომელსაც როდესაც ის მზადებოდა, მასზე პირდაპირ იყო დაწერილი ფასი. ფასი იყო პირდაპირ დაწერილი. თუმცა პრობლემა იყო ხარისხის და პრობლემა იყო მისი ხარისხი ხა გააჩნია რა ხარისხი, ხა მაგალითად იგივე საბჭოთა კავშირმა ხარისხში აბრძოლა, თქვა ატომური ენერგიის განვითარებაში პირველი ატომური ყინულმჭრელი საბჭოთა კავშირმა დააბრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა დამზადებია. თქვა იგივე კოსმოსის ათვისებაში და სხვა ხოლმე ფასებთან რა შვაშია ეგ. არა, იმ ფასებთან იმ შვაშია. საწარმოო ძალთა განვითარებაზე არის ყველაფერი დამოკიდებული. მაგრამ ამ შემთხვევაში ფასებზე ხო საუბრობთ? ხო, და თუ ჩავალთ მაშინ ის ინდუსტრიული რევოლუცია პრაქტიკულად ვერ მოხერხდება თანამედროვე პირობებში თუ საკუთრების ფორმა, ისე როგორც საჭიროა საბაზრო ეკონომიკის პირობებში და თქვენ იცით. რომელი საბაზრო? სოციალური საბაზრო ეკონომიკა თუ ის საბაზრო რომელიც გნებავთ ორივე შემთხვევაში კერძო საკუთრება არის დომინირებადი და კერძო საკუთრება უნდა იყოს. მაშინ კერძო საკუთრება რო დომინირებადი იყოს, რო არ იქნება ფორმირებული, ისე ერთ შემთხვევაში ის ფუნდამენტალური ნაწილი რაც თქვენ კერძო საკუთრება რაც შეეხება. კერძო საკუთრება რო დომინირებს გამოდის რომ ადამიანის შრომა თავისუფალი აღარ არის. კერძო საკუთრება უნდა იყოს დატვირთული კონკრეტული მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. თუ კერძო საკუთრება სოციალური უნდა დატვირთოს ვინ? უნდა დატვირთოს საზოგადოება. კომუნიზმის საზოგადოება კომუნიზმის პრობლემა. სწორედ ამაში არის პრობლემა. კერძო საკუთრების გარეშე ეგ არაფერი არ გამოვა. არც ინდუსტრიული რევოლუცია, თქვენ მაგალითები რომელიც თუნდაც შეერთებულ შტატებზე იქ კერძო საკუთრება იყო. ნებისმიერი ევროპული ქვეყანა რომელიც თქვენ მიგაჩნიათ რომ სოციალური ეს უკეთ მიმართულებით არის, იქაც კერძო საკუთრება არის დომინირებადი ასია. რაც შეეხება სოციალური ვალდებულებებით არის დატვირთული და აქ არ არის. DGG-ზე როცა საუბრობთ, ხო, DGG მოკლევადიან პერიოდში არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და თქვენ როდესაც ქვითარს გაძლევენ რაღაცას ყიდულობთ, იქ აწერია მათ შორის DGG 18% და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის გადასახადი, ეს მოქალაქეების გადასახადი, მოქალაქეებზე გადაკისრებული არის ეს. DGG-ს ცვლილება გამოიწევს მოქალაქეზე ასახავს პირდაპირ. ხო, თავისთავად გეთანხმები რომ მასობრივი მოხმარების საფუძველზე განიცდის, მაგრამ ზოგადად მხოლოდ DGG-ს იმედით ვერ ვიქნებით. მაგრამ DGG-ს იმედად არც უნდა ვიყოთ, ეს არის მოკლევადიანი ინსტრუმენტი, თუ ძალიან ესე ვთქვათ ფასები აწუხებს მოქალაქეებს, მოკლევადიანი ინსტრუმენტის სახით შეიძლება ეს გამოიყენოს, მაგრამ თავარი აქ არის ეკონომიკური თავისუფლება, თავისუფალი გადაწყვეტილება ბაზარზე, კერძო საკუთრების ფორმირების გზით. როდესაც ბაზარი არის კონკურენტული, მაშინ
იქ არ არის უკვე გაბერილი ფასები. იქ ფასები არის კონკურენციაში მოსული საბაზრო ესე ვთქვათ სისტემასთან, სადაც ესე ვთქვათ ბიზნესს და ესე ვთქვათ მათ შორის ვთქვათ მომხმარებელს აქვს საერთო არეალი, სადაც ორივე არის კმაყოფილი. მაგრამ როდესაც ოლიგოპოლიურ ნაწილში, როგორც დღეს საქართველოში ხდება, თითქმის ჩამოსაცვლელი ბიზნესები არის, მაშინ საკუთარ 200 ოლიგარქიული ოჯახი არა, ამ შემთხვევაში 200 იქნება, 300 იქნება თუ 4. ყველა ბიზნესში დაწყებული აი კვერცხის მაგალითი ვნახეთ, ხო? 4 მწარმოებელი მარტივად თანხდება ერთმანეთთან, ჯერ დეფიციტი შექმნეს, გახსოვთ, ხო, დაღებიდან რო გაქრეს. აი ეს იცის არაეკონომიკურმა თავისუფლებამ. ეს იცის იმან, რომ სოციალური პარტნიორობას და სოციალურ პასუხისმგებლობას უარი არის ნათქვამი და ის სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისია, რომელიც 2010 წლიდან არსებობდა კომისიაში არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი კომისიაში თუ არ ვიმუშავე და კომისიამ არ იმუშავა კომისია არ იმუშავებს ამ შემთხვევაში ფუნდამენტალურ არ იმუშავებს პოლიტიკური ნება არ არის და იმიტომ კერძო თქვა საკუთრება ფორმირებული რომ ბაზარი იყოს თავისუფალი ბაზრის შემთხვევაში ეს პრობლემა ფასების ნაწილისა არ დადგებოდა და მეორე ანიბანი თქვენ ფასთა წარმოქმნა ახსენეთ მაგრამ ამაზე ხო ვერავინ ვერ დავობს რომ ფულის მასის და იწოს პირველ რიგში ფასების დას ეს არის 2x4 და ამ შემთხვევაში საუბარი არის მონეტარო პოლიტიკაზე რომელშიც უდიდესი შეცდომაა დაშვებული კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე ხო არ მომიტანია ეს ციფრი არ საიდან პირდაპირ გეუბნებით რომ M2 ფული ან ფართო ფულის მასა 2014 წელს იყო 11 მილიარდი ეხლა არის 57 მილიარდი რამდენჯერ არის გაზრდილი ამდენით გაიზარდა რომ მე ჩვენთაგანის შემოსავალი თუ რა ვინ არის პოლიტიკური პასუხისმგებელი ამაზე რა თქმა უნდა ვინც არის მმართველი ხელისუფლება ყოველთვის ის არის პასუხისმგებელი ვინცაც არის პოლიტიკას ეს ისე ხო ფასები უნდა იყოს ფიქსირებული არა ფასები რო ფიქსირებული მაშინ ჯერ უნდა გქონდეს სოციალისტური მაშინ კომუნისტები და უნდა და კომუნისტში ფულას სასაქონლო ურთიერთობა არ არის ფულას სასაქონლო ურთიერთობა კომუნისტში არ არის ეს რა მნიშვნელობა აქვს ფასების ფიქსაცია ძირითადად ახასიათებს სწორედ კომუნიზმი არა კომუნიზმი არის საზოგადოება სადაც ფულას სასაქონლო ურთიერთობა არ არის და იქ ესეთი ფას წარმოქმნილი ესეთი რაღაცები არ მოგვიყვება ხა ღირებულების კანონი რა თქმა უნდა სოციალისტურ საზოგადოებაშიც მოქმედებს ეს ამის გამორიცხვა შეიძლება მაგრამ ღირებულების კანონმა არ უნდა იმოქმედოს სოციალისტურ სისტემაზე ამაზეა საფუძველი იმისი სხვადასხვა მექანიზმები უნდა შეიქმნოს რომელიც ამ ღირებულების კანონი არ უჭირდება ძველ ესე ვთქვათ მეცნიერების მონათხრობი სადაც ყველა ხდება თანამედროვე პირობებში ადამიანი ეს არის ერთის მხრივ ვთქვათ დანახარჯები და მეორეს მხრივ რა ეს ვთქვათ მაგრამ ღირებულების დანახარჯები კერძო მოგება უნდა აი მაშია საქმე ეგ არის ადამიანის ბუნება არ არის ადამიანის ბუნება ამას არეგულებს კონკურენცია ეს ადამიანის ბუნება ეს არის კონკრეტული საზოგადოებრივი ეკონომიკური ფორმაციის პასუხისმგებლობის საკითხი კონკურენცია არეგულირებს და არა ესე ვთქვათ კანონი და რაღაც რეგულაცია ამ შემთხვევაში კონკურენცია როგორც კი რეგულაცია შემოდის მონოპოლისთან კონკურენციაში როგორ შეხვდა თავისუფლება ბაზარი შეხედეთ როგორ თავისუფლება ეს მონოპოლისტი პოლიტიკური ძალაუფლებას გააჩნია სწორედ სხვაგან ხედავთ თქვენ პრობლემას და ამაში არის სწორედ ანუ იქ არის განთავისუფლება ამას ნიშნავს რომ სისტემა არ უნდა იყოს ისე მოწყობილი როდესაც ერთის გქონდა წვანე შუქი უფრია წარმოებაში და მეორეს ეთახმები ეს რომ ასე ყოფილიყო ეს რომ ასე ყოფილიყო იმიტომ გამოიტანეს რუსთაველის პროსპექტზე ზარბაზარი როგორც კი მოაშორებ ესე ვთქვათ მონოპოლიას ამ სისტემას მონოპოლისტური ესე ვთქვათ სისტემა მეორეს მხრივ იმით არის ხიბლები რომ ყველა მიისწრაფ ის რომ დარგში შევიდეს, იმიტომ მონოპოლიურ ნაწილში მოგება არის მაღალი და ყველა ცდილობს. აუცილებლად გამოინახება საზოგადოებაში მეწარმეები ან მეწარმეობის სურველი, რომელიც შევა ამ დარგში და შევა კონკურენციაში შესაბამისად, რაც გვაძლევს ფასების საბაზრო ნიშნამდე დაყვანას და არა ესე ვთქვათ. მაგრამ ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ ეს კონკურენცია არ არის საკმარისი. აქეთ ვარი უნდა ვთქვათ ამ ეგრეთ წოდებულ ვთქვათ ფულის ბეჭდაზე, რომელსაც ესე ვთქვათ ეკონომიკის დასთან არანაირად ვთქვათ ფული თუ არ ბეჭდეს და ფული ესე ვთქვათ დიდი მასა არ გამოუშვეს მაშინ ის ბიუროკრატია როგორ შეინახო რომელიც ხავთ სწორედ ეგ არის პრობლემა მაგაზია საუბარი ეს ბიუროკრატია მე მობილიზაციას ახდენს ელექტორატის ხმას აძლევს ფუნდამენტი ამ შემთხვევაში არის ის რომ ერთი მაკროდონეზე მონეტარო პოლიტიკაში ეროვნულმა ბანკმა ვარი უნდა თქვას კომისიაზე ბიზნესმენებს კი არ უნდა იბარებდნენ კომისიაზე უნდა იბარებდნენ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს და უნდა ახსნევიონ იყო თუ არა აუცილებლობა და რა ფუნდამენტალურ საკითხზე და პრინციპებზე დაყნობით გაზარდეს ამ შემთხვევაში ფულის მასა. რატო გაიზარდა ფულის მასა? ეს უნდა განიხილებოდეს. აი აქ არის ფასების დის თავი და თავი. ხოლო მეორე ნაწილში მიკროდონეზე, სახალხო ვთქვათ დონეზე რო დავარქვათ, არის სწორედ ისეთი როგორიც არის კონკურენცია და როგორიც არის ვთქვათ ტვირთი, ეს იქნება ფულის სიაფე თუ ეს იქნება საგადასახადო ტვირთი. ორი ტვირთი ადევს დღეს ბიზნესს. რიგით მოქალაქეს ყველა რაღაცას ვაკეთებთ, ხო? ბიზნეს თავი რო დავანებოთ. ორი ტვირთი ადევს ძირითადად. ერთი არის
ფულის ღირებულება, ანუ ეგრეთ წოდებული პროცენტი რამდენი არის ფულზე, რომელსაც უკვე ჩვენ ვიღებთ ვალდებულების სახით. დაწყებული ესე ვთქვათ, ამა თუ იმ ბიზნესი და დამთავრებული იპოთეკური სესხით. და მეორე, რამდენი არის საგადასახადო ტვირთი. ეს ორი კრებსიდან უნდა იყოს განხილული. ერთ-ერთი ევროპაში ყველაზე მაღალ, ასე ვთქვათ, ტვირთიანი ქვეყანა საგადასახადო თვალსაზრისით არის საფრანგეთი. მაგრამ საფრანგეთში ისე აუჭირს ბიზნესს როგორც საქართველოში და კითხვა ხო უნდა დაისვას რატომ? იმიტომ რომ იქ სამაგიეროდ ფული არის იაფი, ფულზე ხელმისაწვდომობა. ჩვენთან საგადასახადო ტვირთი არ არის არა ამას არსებობს მნიშვნელობა ხათ. ჩვენ სხვაგან გადავდივართ, თუ ვალების განხილვაზე გადავალთ, ის საერთოდ სხვაგან გადაგვიყვანს. მე გეუბნებით, ანუ რა არის თქო ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რაზეც დგას ბიზნესი და ეკონომიკა. ამ შემთხვევაში ეკონომიკურ თავისუფლებას რა გაძლევს? ნაკლები დანახარჯები ნიშნავს უფრო იაფ საქონელს. იაფ და კონკურენტ უნარიანს, იმიტომ კონკურენციაში იგებს ის, ვინც უფრო ნაკლებად ყიდის ამ საქონელს. როგორ შეიძლება 900, 1000 ან 2000 კილომეტრი გამოვლილმა კარტოფილმა გაჯობოს ადგილობრივ ბაზარზე? აი აქ არის ზუსტად პრობლემა. კვერცხმა რომელიც ყველაფრის საფუძველი არის ადამიანის შრომა. ადამიანის შრომა რახან განიხილება. შრომა ახლა რამდენიც გინდა 4 კაცო. არა. ხოდა მაგაში შრომა რომელიც ხო ტექნოლოგია ახლა უკვე ტექნოლოგიურზე გადავიდა. არ არის აქ საუბარი მარქსისტულ მიდგომაზე, როდესაც შრომით. რატომ მაგაზე დევიდ სმითი რა მარქსისტი იყო? კი ბატონო, არ იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? შეიცვალა ვერც დევიდ სმითის კანონზომიერებები, გარდა ფუნდამენტალურ ეკონომიკურ კანონზომიერებისა, ვერც მარქსისტული და ვერც სმიტისეული მიდგომები თანამედროვე პირობებში მეგობრებო არ გამოგადგებათ. მე გეუბნებით ამას როგორც ეკონომისტი. ახლანდელი იმპერიალიზმის არა, სხვა რაღაცაზე საუბარი. უნდა შეტრიალდეს საზოგადოებაში ტვინი მომავლისკენ სახით და ნუ ვიყურებით მუდმივად წარსულში და ზურგით როგორც წარსული უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ. საკვირველია, მაგრამ თანამედროვე პირობებში, თანამედროვე გამოწვევები ამა თუ იმ სახელმწიფოში, ამავე ეპოქაში მაცხოვრებელმა მეცნიერებმა მე გეთანხმებით, რომ დევიდ სმითს და კარლ მარქსო იმპერიალიზმის ეპოქაში ეცხოვრა ბევრ რაღაცას გადასინჯავს. რა საკვირველია, სწორედ ამიტომ არის და იმას რასაც ჩვენ საუბრობთ, ხერხემალი რა შექმნის, ის სწორია რა თქმა უნდა, ხა როდესაც ერებულების კანონზომიერება მაგას ხო უარყოფთ, მაგრამ თავარი რაზეა საუბარი, რომ კიდევ ერთხელ მეორე, როდესაც საუბარია თავისუფალ ბაზარზე, მაშინ შრომა აღარ არის თავისუფალი, იმიტომ თუ შრომა შენ ვინ გითხრათ ეს საიდან რეალურად ჩვენ უყურებთ როგორ არის ინდიკატორი საბაზრო ფუნდამენტალიზმის კანონი მივიღეთ 2006-2013 წლებში მოქმედებდა საბაზრო ფუნდამენტალიზმის კანონი არაწყობს ეკონომიკას. კანონად რჩება და ეს ეკონომიკა არის ცოცხალი ორგანიზმი. შეხედეთ როგორ არის ეკონომიკა ორი არის ღია და ფარული. შეხედეთ ახლა როგორ არის. სწორედ ფარული რო არ იყოს, ფარულს იწვევს ეს რეგულაციები, ოლიგარქიული მმართველობა და ბიუროკრატია იწვევს ამ ფარულს ზუსტად. და ჩვენ ეკონომისტები ხედავთ ორივეს, რაც ჩანს და რაც არ ჩანს. ეს არის ყველაზე მთავარი. შეხედეთ რაში არის საქმე. ანუ თქვენ როცა ამბობთ, რომ შრომის ფასი იკარგებაო, შრომის ფასი იკარგება, როდესაც მიზანმიმართულად, მე ვამბობ მიზანმიმართულად. კი, მიზანმიმართულად მონოპოლიას ნიშნავს. ანუ არა თავისუფალ ბაზარს. თავისუფალ ბაზარზე იცით რა არის თანამედროვე პირობებში თავარი ინდიკატორი? აკვირდები არსებობს ამის სპეციალური ვთქვათ ინდიკატორი, როგორ ნაწილდება მოგება, რამდენი წავიდა მოგებიდან ესე ვთქვათ. ანუ თვითღირებულებაზე ნამატი რაც არის, ეს ფული როგორ განაწილდა ბიზნესსა და დასაქმებულებს შორის. რაც უფრო მეტი მიაქვს ბიზნესს, მით უფრო ნაკლები არის ეკონომიკური თავისუფლება. ეს არის თანამედროვე მიდგომა და ახალი ცნება. რაც უფრო მეტი მიდის პირობითად დასაქმებულთა ხელფასებში, ზედნადები ეს ვთქვათ ფასიდან, მით უფრო თავისუფალი არის ბაზარი. ესე ითვლება კონკურენტულ ბაზარზე ეს ზოგადად მონოპოლისტების საზოგადოების მიმართ აბსოლუტური ცინიზმისა და გულგრილობით გამოირჩევა. ეს მეორე საკითხია და მისი მკურნალობა ერთადერთი გზა ამის მკურნალობის არის კონკურენცია. როგორც ბნელისთან ბრძოლა შეიძლება სინათლის შეტანით, ესე არის შეიძლება მონოპოლიასთან მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა კონკურენციის გაჩენით. კონკურენციის მოდელი, ბურჟუაზიული დემოკრატიის ეს მოდელი რაც გვაძლევს ამის საშუალებას. ბურჟუაზიული მოდელი, ბურჟუაზიული დემოკრატიის მოდელი, რომელიც დღეს ჩვენ აქ ვაქვს. მე არ ვამბობ იმას თქვა შვედეთში. ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ, მაგრამ შეხედეთ, არსებობს მოკლევადიანი ესე ვთქვათ ქმედება. ჩვენი გადაცემა გრძელდება, საზოგადოებრივი არჩევანი არის ეთერში და საუბრობთ ეკონომიკაზე, ინფლაციაზე, გადარჩენის გზაზე და ამ გამოსავალი სად ვიპოვოთ. აბა ბატონო დავით, ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, კიდე როგორ შეიძლება რომ ადამიანებმა გამოსავალი იპოვონ იმაში, რომ ფასები იყოს ისეთი ხელმისაწვდომი, რომ ძალიან არ დააწვეს ადამიანებს. გამოსავალი ყოველთვის და იგივე არის ადამიანების ორგანიზება, ადამიანები უნდა ორგანიზებულები იყვნენ, ეს აუცილებელია. არსებობს მრავალი სხვადასხვა პროფკავშირული ორგანიზაცია, პროფკავშირების ორგანიზება და აუცილებლად შეიძლება შექმნას სახალხო კომიტეტები, საგაფიცო კომიტეტები, წინააღმდეგობის შტაბები, იმიტომ რომ თუ შენ არ დაანახე მონოპოლიურ კაპიტალს ის შენი ძალა, რომ შენ შეგიძლია წინააღმდეგობა გაუწიო, რომ ის ესე თავისუფლად ვერ მიიღებს სამუშაო ძალას,
რომ ის ვალდებული არის რადგან საზოგადოების ინტერესების გაითვალისწინოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში, თორე ახლა თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ადამიანები ატომიზირებულები იქნებიან, განსაკუთრებით ის 97%, რომელიც მხოლოდ საკუთრების 10%-ს ფლობს და მეც არაფერი არ გააჩნია, ისიც დიდი ნაწილი სიღარიბისა და სიღატაკის ზღვას მიღმა იმყოფება, ხო? მათ ინტერესებს არავინ ანგარიშს არ გაუწევს. კიდევ ერთხელ ორგანიზაცია და ორგანიზაცია აუცილებლად როგორც სოციალურ, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებში დარაზმა და მოქმედება ორგანიზებულად, რომ მათ იცოდნენ, რომ ჩვენ არა ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმის იმედზე, რომ პარლამენტი რაღაც გადაწყვეტილებას მიიღოს. პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ორგანიზებული იქნება და ორგანიზებულად წარუდგას თავის მოთხოვნებს და ის დაწყებული აგერ ისტორიული გამოცდილება არსებობს და ინგლისში იყო მე-19 საუკუნის 30-იან წლებში მთელი ჩარტისტული მოძრაობა და რაღაც ანალოგიური უნდა შეიქმნას, იმიტომ რომ ერთგვარ ჩარტისტული მოძრაობას ავით, რომელიც წამოაყენებს სოციალური ხასიათის, დემოკრატიული ხასიათის, ეკონომიკური ხასიათის, სამართლებრივი ხასიათის, პოლიტიკური ხასიათის, კულტურული ხასიათის და თუნდაც იდეოლოგიური ხასიათის მოთხოვნებს, რომელსაც იძულებული იქნება ეს სახელმწიფო, რომელიც დღეს ფაქტობრივად ორიენტირებულია მხოლოდ 200 ოლიგარქიულ ოჯახზე, ანგარიში გაუწიოს, თორე ცალ-ცალკე ატომიზირებული ადამიანები, ცალ-ცალკე ისინი ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ და რაც შეეხება ხა შემაკავებელი ფაქტორები არ არსებობს, ხედავთ რომ ყველაფერი ფორმალიზებული არის, რეალურ შინაარსს ის არ ატარებს. მაშინ მივიღეთ ისევ იმას, რომ ფასები გაიზრდება და ჩვენ შეგვჭება ხელში მხოლოდ ვაივიში და მეტი არაფერი. ამიტომ ორგანიზება. ასეთი ფასების ზრდამ შეიძლება თუ არა, რომ გაღარიბება კი არა, გაღატაკება გამოიწვიოს ჩვენი მოსახლეობის. თუ ფაზების დის ტენდენცია არ შემცირდა, ლოგიკურია რომ ეს მიიყვან საბოლოო ჯამში იქამდე რომ მართლა გაღატაკებამდე მიიყვან საზოგადოებას, იმიტომ რომ შეხედეთ სად ფორმირდება დანაზოგი, რომელიც პროგრესისთვის, ინვესტირებისთვის არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ბირთვი. ფორმირდება მაშინ, როდესაც დანახარჯებს გადასახადებს გადახდის შემდგომ გაქვს ასე ვთქვათ რაღაც მორჩენილი თანხა. რაღაცას რო გახარჯავ მოხმარებაზე, მე გადასახადებსაც რო გადაიხდი რამე თანხა თუ მოგრჩება მოქალაქეს, ამ შემთხვევაში ფორმირდება დანაზოგი, რომელიც მე ტრანსფორმირდება და გადაიქნება ინვესტიციად. სხვა შემთხვევაში ეკონომიკა ვერ პროგრესირებს. აი ეს არის მთელი პრობლემა და ეს პროცენტულად როგორ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, შესაძლოა თუნდაც ასე ვთქვათ 4%-იანი დიდად არ ჩანდეს ინფლაცია, მაგრამ ფინანსურად ეს ტვირთი იზრდება და იზრდება. მაშინ როდესაც მოქალაქეების შემოსავლები პრაქტიკულად არ იზრდება. ანუ პირიქით იკლებს, მაგას ნიშნავს ეს რეალური ასე ვთქვათ განსაკარგავი ფინანსები, ფასების დის ასე ვთქვათ ტენდენციამ, მათ ის ფინანსები, რომელიც თუნდაც 2 წლის წინ ჰქონდათ, ისიც კი შესაძლებლობას პრაქტიკულად გამოჭამა და ისინი ვერ ახდენენ ეს ვთქვათ რეინვესტირებას. თავის თავში ვერ ახდენენ თუნდაც რეინვესტირებას, ხო? და ეს პრობლემას თავისთავად გრძელვადიან პერიოდში გამოიღებს იმით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება მოქალაქეების უდიდესი ნაწილი და ამას ისედაც ხედავთ, ხო? აი ბოლო ესე ვთქვათ პერიოდის სტატისტიკას რო გადავხედოთ, ყოველწლიურად იმატებს სიღარიბის მიმღებთა ასე ვთქვათ რიცხუნება. განაცხადზე ხო არ ვამბობ, რომ კიდე რამოდენიმე 100 რამკაცი მეთოდიკა და გატაკია ვერც კი ბატონო შემისწავლეთ 100,000-ზე მეტი ადამიანი ითხოვს, რომ შემისწავლეთ მეც ღარიბი ვარ. ეხლა წარმოიდგინეთ ადამიანს, რომ არ უჭირდეს და მართლა ესეთი ვითარება არ ქონდეს, ვის უნდა რომ ეგ რაღაც სიღარიბის პროგრამაზე ესე ვთქვათ იყოს მიბმული, ყველა ზურჩენია რომ კარგად იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს კიდევ წნეხს გაზდის ამ მიმართულებით და გამოსავალია არ არის რაღაც ისე ჩარევით პირდაპირ უხეში ჩარევით, რომ ვიღაცამ დაუშვათ მაგიდაზე ხელი დაარტყას და იცით რა, ფასი დაწიეთ ან რაღაცა. რამდენად რეალური სახელმწიფოს ინიციატივა. არ ვიცი, თუ თვითონ იყვნენ ესე ვთქვათ და წინა კაბინეტის წევრებისგან იციან რამე, ნახეთ რომ ნახევარზე მეტი ესე ვთქვათ სასამართლოს კამზეა იმ შემადგენლობიდან. თუ ვიღაცებთან წილებში იყვნენ და ამით იყო ფასები გაბერი და თუ უკვე იციან, ეს მანამდეც და სხვა ფასების ნაწილის გარეშეც უნდა ეს სამართლებრივი პროცესია, იმაში ვერ შევა, მაგრამ ფასების ბუნებრივად სწორად ესე ვთქვათ ფორმირების ნაწილში არაფერ შუაში არ არის, კომისიაზე ვიღაცამ ხელი უბრახუნოს, გინდა თუ არა ვთქვათ ან მოთხოვოს, რომ ეხა სამოქალაქო პასუხისგებლობა და ასე შემდეგ. დიახ, შეუძლია ხელისუფალს კონსულტაციები გაიაროს ბიზნესთან, საქმიან ადამიანებთან, მოქალაქეებთან, სხვაგვარად ის გადასახადასხო პოლიტიკაზე ვერ მოახდენს ვთქვათ ზეგავლენას, ხო, საერთო თანხმობა უნდა კონდეს. განსაკუთრებით გაზდას ვერ აკეთებს საერთო ვთქვათ სახალხო თანხმობის გარეშე. კლება კი ბატონო შეუძლია და ეს დადებითად წაადგება მოკლევადიან პერიოდში ფასებს. გრძელვადიან პერიოდში მან უნდა გაანთავისუფლოს ბაზარი. თუ აქვს ინფორმაცია რომ რომელიღაცა ბიზნესები ოლიგარქიულად რაღაცას ვთქვათ ბლოკავდნენ და ვიღაცა
ტერმინს გამოვიყენებ, მათ კრიშავ და ლოგიკურია სამართლებრივად მოაგვაროს, მაშინ და აქ უკვე განთავისუფლდება და გაჩნდება. პოლიტიკური ნება არა. ეგ არის პოლიტიკური ნებამდე მივდივართ, მაგრამ ამ დღეში იმიტომ ვარ თუ უფრო ღრმად ჩავალთ ფუნდამენტში, რომ ჩვენ 90-იანი წლების მერე ქაღალდზე მივიღეთ თითქოს რაღაც დემოკრატიულ ბანას თამაში და რეალურად აქტივები ქონება არ გავანთავისუფლეთ. აი ამ ბიუროკრატიის ექსპორტ 1990 საკუთრება უნდა ფორმირდეს კერძო საკუთრებად. თითოეულ საქართველოს მოქალაქეს პროპორციულად უნდა გადაუნაწილდეს ამდენი აქტივი 70%-ზე მეტი ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია. კერძო საკუთრებაში და მერე ეს მოქალაქეები თავიანთ უნარს და მარიფატს გამოიჩენენ და ეს გაზრდის დასაკვირველ ეკონომიკური მიმართულებით. ეს მეორე მხრივ რეინვესტირებასაც წაადგება, მოქალაქეების ისე ვთქვათ შემოსავლებასაც წაადგება და ბაზრის განთავისუფლებას და თავისუფალ ბაზარზე ესეთი პრობლემა აღარ იქნება უკვე ნამდვილ თავისუფალ ბაზარზე, რასაკვირველია თავისუფალ ბაზრის წევრები არ ისურვებენ რომ შევიდნენ ვიღაც ვთქვათ ხელისუფალთან, თუნდაც ვთქვათ წყალებში დამკრიშე და ამისთვის წელს მიიღებო. სწორედ ამაში ვხედავ მე პრობლემას, როდესაც რეგულაციას იწყებ. ერთი რომ დეფიციტს იწევს, მეორე ის რომ ხარისხი დავარდება და ყველაზე ცუდი მანკიერი ამ შემთხვევაში არის თუ კორუფციის მაღალი რისკი. როგორც კი შენზეა ვიღაცა დამოკიდებული, იქ ეგრეთ წოდებული წინა კაბინეტის ერთ-ერთი წარმომადგენლის თვალის პაჭუნის ტერმინს გამოვიყენებ და აი თვალის პაჭუნი უკვე ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ როგორც კი ბიზნესი ამ თვალსაზრისით მიდის ხელისუფლებასთან და არა საერთო წესებთან შეთანხმების მიმართულებით, ის პრობლემა არის. ინდივიდუალურად ბიზნესი ხელისუფალს არ უნდა ესაუბრებოდეს, ბიზნესი უნდა ესაუბრებოდეს საერთო ვთქვათ საკითხებზე და როდესაც ერთი რაღაც კონკრეტული ბიზნესმენი რაღაცას აგვარებს ხელისუფალთან, რომელიც ამისთვის მას რაღაცას ვთქვათ შეღავათს მიცემს, აი შეღავათი ანგრევს კონკრეტულად. შეღავათი ან უპირატესობა, სულ ერთია. შეღავათი იყოს კიდე უპირატესობა, რომელიც გნებათ ის და არ ქვით. ეს ანგრევს თავისუფალ კონკურენციას და მის კონკურენტებს აღმოაჩენს ეგრეთ წოდებულ სასტარტო ხაზზე უკან. ის თვითონ წინ არის. შესაბამისად, ეს უკვე კონკურენციაში ძალიან ცუდ შედეგებს გვაძლევს და ეს საბოლოო ჯამში კონვერტირდება სად? ფასებში და ეს მაღალი ფასები კონვერტირდება უკვე მოქალაქეების კეთილდღეობაში. ჩვენ არც ეკონომიკა ცალკე არ გვაინტერესებს. რა გინდეს უკვე თავისუფლება კონდეს. ეკონომიკა არის საინტერესო ადამიანთან ერთად. ცენტრი არის ადამიანი და მის კეთილდღეობასთან ერთად. ადამიანის მთლიან საზოგადოების ადამიანების გაშედგება საზოგადოება ამ შემთხვევაში მოქალაქეებს გულისხმობს და კერძოდ ჩვენ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ უნდა მიიღონ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოკლევადიან პერიოდში მათ შეუძლიათ გაანთავისუფლონ ბაზარი და იყოს ვთქვათ შედარებით თავისუფალი და ეგრეთ წოდებული ოლიგოპოლიური და ასე ვთქვათ მონოპოლისტური წარმონაქმნები მათთან კონკურენცია დაუშვან და არ კონდეს მარტო ესე არის ღვინის ბიზნესში, ესე არის ვთქვათ თველის ჩაბარების ქარხნებთან მიმართებაში, ესე არის კვერცხის ბიზნესი, ესე არის ფარმაცევტულ ბიზნესში, ესე არის საწვავის ბიზნესში, ესე არის შაქრის ბიზნესი. ყველგან ოლიგოპოლია გვაქვს. აი ეს არის სამწუხარო და ეს სწორედ პოლიტიკური ნებით მიიღწევა და მეორე წარმოებელი ჩაგრება ფაქტია. წარმოებელი თავისთავად ამ შემთხვევაში იცაგრება პატიოსანი მწარმოებელი თუ არა ვიღაცა ვინც კოჰაბიტაციაში არის შესული ხელისუფლება, ის არის ჩაგრება, ის პირიქით სასათბურო პირობებშია. პატიოსანი მწარმოებელი ყველაზე მეტად ჩაგრება, როდესაც ოლიგოპოლია არის, ვინაიდან ვიღაცას რაღაცას ვთქვათ შეღავათები აქვს და შენ კონკურენციას ვერ უწევ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ 100 მეტრიან დისტანციაზე რო ვეჯიბრებოდეთ სირბილში, ვიღაცა შენზე წინ დააყენეს 10 მეტროთი და მიდი და ეჯიბრე მე თუ კაიდეთ მამიშ. 10 მეტრით რო კიდე კარგი იქნება 50 მეტრით არის. როდესაც გინცირდება შენ ასეთი ესე ვთქვათ ამის შედეგად შემოსავლები, ცდილობ რომ ფასების ზრდით ამოიღო ეს, თუნდაც ის პატიოსანიც უკვე ცდილობს მე რომ ფასების ზრდით ამოიღოს, იქნებ გადავრჩიო. სხვა, როდესაც ბიზნესი ხედავს რომ შემოსავალი უმცირდება, ერთადერთი ბერკეტი აქვს მას რომ გაზარდოს ფასი და მით უმეტეს აქედან მაკროდონეზეც ხელისუფლება ფულის მასას დის და ავტომატურად ეს იწევს მე რა ფასების ზრდას. ხო, ორ ფრონტზე არის სამუშაო. ერთი მაკროდონეზე ეკონომიკურ პოლიტიკაში ვარი უნდა ვთქვათ ამ მე ხო არ ვამბობ რომ საერთოდ ფულის მასა არ იზრდებოდეს, მაგრამ არ შეიძლება 11 მილიარდიდან 2014-დან 2011 წელიწადში 57-მდე გაზარდო. არ შეიძლება გაგვეზარდა 4-ჯერ ეკონომიკა? მაშინ კი ბატონო გაზარდე. რამდენჯერადაც გეზრდება ეკონომიკა? მაგრამ ამას ზრდით ხო კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა კერძო სარგებელი მიიღო. ეს არის ფაქტი. თავისთავად ახლა ბიუროკრატიული დანახარჯების მიმართულებით მიდის პირველ რიგში ეს სად მიდის? რისთვის ვიყენებთ? ეს ფული ხო ციდან არ იყრება? ეს მიდის საბიუჯეტო და შესაბამისი არხებით უკვე ეკონომიკაში. არსებითად ის პერიფერული მოდელის კაპიტალიზმი, რომელიც ჩვენ მივიღეთ იმ 92 წლის ანტიკონსტიტუციური შეღებილი სახელმწიფო გადატრიალებით, ერთ-ერთი საყრდენი მისი რა იყო? ხო ყველას კარგად გვახსოვს. 1992 წელს დაახლოებით 4 მილიონამდე ანაბარი იყო ბანკში და დაახლოებით 12 მილიარდამდე საბჭოთა მონეტი. ეს გააქრეს, ფოკუსი ჩაატარეს და გააქრეს. ანუ მისი ექსპროპრიაცია მოხდა და ახლა მე ძალიან ასე ვთქვათ იმის არ იყოს იეთიმ გულჯი იყო 1905-7 წლების დემოკრატიული რევოლუცია რო ხდებოდა, გამოვიდა იმისი რომ მივესალმები, მაგრამ არ მჯერავ.
მივესალმებით თქვენ რასაც საუბრობთ, მაგრამ ამჯერად რეჟიმები, რომლებიც დგანან აი იმაზე ექსპროპრიაცია რომ მოახდინეს, ის ცნობილი ფილმი რომ არის გახსოვთ არა 88-ში გამოვიდა შარიკოვი რომ ამბობს ზიად всё იპაძილით არ უღოთ ყველაფერი და გავყოთ. მათ აიღეს ყველაფერი რაც იყო საზოგადოებრივი სახელმწიფო საკუთრებაში და გაყოს აბსოლუტურად ამჯერად ამას გააკეთებს რეჟიმმა, თავად საუბრობთ რომ ხალხი უნდა მობილიზდეს და ხალხმა უნდა შექმნას ახალგაზრდა კომიტეტები, საგაფიცო კომიტეტები, წინააღმდეგობის შტაბები. მე კიდევ ვთქვი, არანაირი ქონება რომელიც ეკუთვნოდა ხალხს 1921 წლამდე დაუბრუნდეს ისევ ხალხს. აი ძალიან მარტივად და ხალხს არა 1921 წლამდე თქვენ გაიგრძნახი. კერძო საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს ამ შემთხვევაში. კერძო საკუთრებაში, ინდივიდუალიზებულ კერძო საკუთრებაში და არა ესე რომ უბრალოდ ახლა საზოგადოებაში გეთახმებით კატეგორიულად 1920 კერძო საკუთრების 1921 წლამდე რაც მოხდა ის რეფორმა, ეს მარტო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მაგალითად აგრარული რეფორმა. იმ რეფორმით მე არ დემოკრატიული რესპუბლიკა 1920 წელს რომ კერძო საკუთრება იყო ფორმირებული და კერძო საკუთრება იყო, ამაზე ხო არ დავავალ ჩვენ. რამდენად სწორად იყო, იმ სახით ვერ აღადგენ, მე არ ამ შემთხვევაში კატეგორიულად მივიღებად მიმაჩნია რომ 21 წლამდე რაღაც საკუთრებაზე ვიღაცამ გააკეთოს პრეტენზია. ეგ მეც არ მithქვია, ვერ შეიძლება მას მისი დოკუმენტიც არ აქვს. აი საუბარი იმაზე რომ ადამიანებს ექსპროპრიაციაში მაინტერესებს თქვენ ხართ თუ არა წინააღმდეგი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივები თანაბრად ყველა საქართველოს მოქალაქეებს არა გამორიცხულია ეს დაახლოებით გამორიცხული არის თუ თქვენ ხართ გამორიცხული არის და წინააღმდეგიც არის რატო არის გამორიცხული პოლიტიკური ნება იქნება საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული ქონება გაცილებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა საზოგადოებრივ პასუხისმგებლობის თვალსაზრისით სოციალური პასუხისმგებლობა განადგურებული არის უბრალოდ განადგურებული პერიფერიული მოდელის კაპიტალიზმი გვაქვს თავი პრობლემა კიდევ ერთხელ გინდა თქვენი ტყეების საკუთრებაა ბატონო. ხო, ტყეების სახელმწიფო საკუთრებაა ჯერჯერობით რამდენადაც მე ვიცი. აბა საზოგადოებრივი საკუთრება რა არის სხვა? ხო, მაგრამ სახელმწიფო როგორ არის კაპიტალისტური და ის ორიენტირებული. არ არის კაპიტალისტური, როდესაც არა. ის კერძო მოგებაზე არის ორიენტირებული. თქვენ ისე რაღაცას მეუბნებით. არა, კაპიტალისტურია. ლაყუჩებია, პირველი არის, ეს შეუძლებელია ეგეთი. სახელმწიფო რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის კაპიტალისტური, ოღონდ პერიფერიული მოდელის კაპიტალიზმი არ არის. და დამოკიდებულია მთლიანად საერთაშორისო იმპერიალიზმში. კაპიტალისტური სახელმწიფოსი არის კერძო საკუთრება სრულად უნდა იყოს ფორმირებული. აკმაყოფილებს ამ პირობას. ეგ არის კერძო საკუთრება რომელიც გვაქვს, ჩვენ ეს არის სოციალურად უპასუხისმგებლო კერძო საკუთრება. ეს არის ფაქტი. ეს არის საკუთრება არის ფორმირებული. კონკრეტული მაგალითი არის სოციალური პარტნიორების სამხედრო კომისია. ფაქტობრივად რაღაცა მასშტაბური კომისიების დონეზე არ გვარდება ის. ის კომისიის წევრები ძირითადად ქვეყნებში ჩაიხედეთ როგორი არის ის სტრუქტურა და როგორი არის კერძო საკუთრების დონე და აი მერე მიიღეთ მაგ კომისიებში მონაწილეობა, როდესაც თქვენ იმ დონეზე იქნებით. ამ შემთხვევაში რაღაცა უნდა აიყვანოს და ეს უნდა იყოს. პირველი არის საზოგადოების ორგანიზაცია. თქვენ თვითონ არ ეთანხმებით რომ ხალხს ესე ვთქვათ საკუთრება კონდესო და კაპიტალისტური სახელმწიფო კაპიტალისტურ სახელმწიფოში რა კერძო საკუთრება უნდა კონდეს 87%. ის იმას დაკარგავს მომენტალურად. მონოპოლიები იმას თქვენ რომ მოგცენ დაკარგავ? რა თქმა უნდა დავკარგავ. როგორ დაკარგავ? დავკარგა მონოპოლიები წამართვენ. როგორ დაკარგავ? იარაღის პოლიტიკური დაწყებული იარაღის როგორ წამართვენ საბანკო ანაბარი? აი ზუსტად იმავე მეთოდით წამართვენ. საბანკო ანაბარი დაკარგეთ თქვენ ტრანსფორმაცია. არაფერ ტრანსფორმაცია მოხდა ანტიკონსტიტუციური შეღებილი სახელმწიფო გადატრიალება და მოახდინეს ექსპროპრიაცია. ანალოგიურად მოხდება სხვა დანარჩენი. კიდევ ერთხელ ჩვენი ამოცანა უნდა გახდეს არა ისა რომ თქვა ესე თქვა გავა ატომიზირება მოახდინოთ ადამიანებს, არამედ ადამიანებს უნდა აუხსნათ თუ თქვენ არ იქნებით ორგანიზმი. ხო და მაშინ პირდაპირ შეუძლებთ თქვენ ღატაკ ადამიანებს. რომელსაც ფასებიდან დაწყებული ყველაფერი ესე ვთქვათ წნეხის ქვეშ არის მოყოლილი. უხსენით რამდენიც გნებათ. ხაი თქვენ როგორც ამბობთ რომ არ გამოვაო, აი მერწმუნეთ რომ არაფერი არ გამოვა. არა, თუ მას კარგად აუხსენ და ყველა დაელაპარაკეთ. რამდენიც გინდა აუხსენით. ინტერესანტია ადამიანს, რომელსაც შემოსავალი არ აქვს და 600.000 სიღარიბის ზღვას მიღმაროა და დანარჩენი კიდევ იმაზე არის, წკიბზე რო არის, უხსენით რამდენიც გინდათ და მე რამდენიმე მაგალითებით შეიძლება სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელსაც ცდილობთ მეშვიდე აგურიდან ააშენოთ ფუნდამენტი. ეს კიდევ ერთხელ გიხსნით რომ არის მაშინ ეფექტიანი იმ კომისიის თავარი ქვეყნები როგორი სისტემით მუშაობენ რომელი არის თავარი ქვეყანა იქ რომელი ნუ ეხლა მოდი ესე რაღაცა ეხლა სკანდინავიურ ქვეყნებს თუ გულისხმობთ სკანდინავიურ ქვეყნებს აღმავალი ხაზი იყო სანამ არსებობდა სოციალისტური ბანაკი და სოციალისტური ბანაკი დაიშალა რა თქმა უნდა სოციალური პასუხისმგებლობის ის რა თქმა უნდა დაბლა სოციალიზმი ამ შემთხვევაში სადაზროზე ვსაუბრობთ თუ არა დააკადება თუ არა მოდი ამაზე უპასუხოთ ამ შემთხვევაში თუ მიიღებს ესე ვთქვათ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს ხელისუფალი ან საზოგადოება რომ პირველ რიგში ფორმირდეს ესე ვთქვათ კერძო საკუთრება და ეშოლება და მოკლევადიან პერიოდში საშუალო არის იქ რომ კერძო საკუთრებას მესაკუთრეების ესე ვთქვათ აქტივებში ხელის ფათური არ იყოს პირველ რიგში
ბაზარი იყოს ხო თავისუფალი, მათ შორის მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელი არის გადასახადის დაწევის გზითაც. და რაც ყველაზე მთავარი არის, ვარი უნდა თქვას უზომოდ არა კანონზომიერად ფულის მასის ზრდაზე სახელმწიფო. მე ის ბიუროკრატია, რომელიც მის სამსახურში რას უზომს? შეჭამს ცოცხლად. მე მეკითხებია რა არის გამოსავალი და გამოსავალი არის ეს ამის გარეშე არაფერი არ გამოვა თქვენ რამდენი ორგანიზებული საზოგადოება უნდა ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი საზოგადოება მაშინ არის ორგანიზებული როდესაც არის ძლიერი და როდესაც არის ეკონომიკურად ესე ვთქვათ თვითკმარობა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა საბაზრო ეკონომიკის პირობებში თუ საბაზრო ეკონომიკა არ გნებავთ მაშინ ჩვენ სხვადასხვა მოედნებს საბაზრო ეკონომიკა სხვადასხვა ჰოკეის წესებით მესაუბრებით ამ ეტაპზე ჩემი ორიენტაცია არის რომ ჩვენ უბრუნდეთ იმას, რასაც ხალხის უმრავლესობა დაუჭერა მხარი სოციალურ საბაზრო მეურნეობას. აი ეს არის სოციალურ საბაზრო მეურნეობა რა არის თავისი შინაარსით? კერძო საკუთრები არ უნდა არსებობდეს. კერძო საკუთრება უნდა იყოს, ოღონდ დათვისთული სოციალური პასუხისმგებლობით და სოციალური პარტნიორობის საფუძველზე უნდა ხდებოდეს ადამიანის შრომასთან ურთიერთობა. კეთილი, პირველი რომელია კერძო საკუთრების ფორმირება თუ არის ადამიანის შრომა? არა, შრომას ჩემი აზრი არ არის. ამერიკის პრეზიდენტმა ლინკოლნმა არა, მე თქვენი აზრი მაინტერესებს. ლინკოლნს შრომა ყველაფერზე მაღლად გასცა ის განსაკუთრებულ პატივისცემას. ბევრი შეგვიძლია ასე ვთქვათ მოვიყვანოთ მე თქვენი აზრი პირველი რომელიც ჯერ არის შრომა და მერე საკუთრება და საკუთრება რომელიც დათვისწინებს სოციალურ პასუხისმგებლობას გეკითხებით სოციალურ პასუხისმგებლობა უნდა ავკიდოთ ჯერ თუ ჯერ საკუთრება უნდა მივცეთ მე საკუთრება უნდა იცოდეს რომ მასთან მისული ადამიანის შრომა თავისუფალია და როგორც თავისუფალ ადამიანს პიროვნებას ჯერ ჭიქა უნდა გქონდეს წყალი რო ჩამოასხა თუ წყალი უნდა გქონდეს ჯერ ჭიქა უნდა დამზადეს და იმ ჭიქას ვერ დაამზადებს აი სწორედ არის მე გეუბნებით რომ ჯერ საკუთრება და მე ჩაასხით მაგაში წყალი და თქვენ წინასწარ გინდა ჭიქის გარშე წყალი ჩამოსხდით აი ჭიქის შექმნის პროცესში უნდა იყოს სოციალურ პარტნიორობა ამიტომ სოციალურ პასუხისმგებლობა არის მაშინ როდესაც არის მესაკუთრება ფენა მესაკუთრება ფენა არ ყავთ და ამიტომ მიდით იმ ფუნდამენტამდე და დაანებეთ ამ რა ქვია სოციალური ბიუროკრატია მაგაში გეთახვი რომ აქტიურად მონაწილეობს მოდი პირდაპირ თქვა თუ აი ეს წინა ესე ვთქვათ როგორ ნაკლები წარსული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის მომავლისკენ გზა გაიყო ნაკლები წარსულისკენ ხედვა და მომავლისკენ სახეცია რომ და წარსული არ შევიწავლეთ წინ როგორ წავიდეთ წინ შესწავლილი გადაღეჭირია მე ყველა მიცის და აი გინდა კი ბატონო გეუბნებით აგერ გამოსავალს უფრო მოკლეს უფრო სწრაფს თანამედროვეს რაში უღებ წუნს და ამ დროს თქვენ მეუბნებით იქ უნდა დაუბრუნდეთ სადღაც 90 ასა დავუბრუნდეთ ჩვენ წინ უნდა წავიდეთ მაშინ შეიძლება წინ იყურებით ახლა თუ წარსულისკენ წარსული გავითვალისწინოთ, შევისწავლოთ, მივიღოთ სწორი დასკვნა. 2 წუთი თუ შეიძლება თქვენ გთხოვდით. მე ხშირად ამის შესახებ თქვენ ტელეეკრანიდან საუბრობ და კიდევ ერთხელ მინდა მიმართო საქართველოს სამუსიკო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ ძალიან დიდი ინტერესი მაქვს მე როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს ვიცოდე რა მდგომარეობაში ავღანეთში მიტოვებული ორი ჩვენი ქართული ეკლესია. რა მდგომარეობაში ის ბაგრამის აეროპორტ სამხედრო ბაზაზე და შემდეგ კიდე ჩრდილოეთში გერმანულ სამხედრო ბაზაზე ორი ქართული კაი კაპიტალური ეკლესია იყო აშენებული და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ერთსაც მიმართავ, ერთსაც მიმართავ, სახელმწიფოსაც მიმართავ, ხოთ ეს საკითხი გავარკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ ის ეკლესიები კიდევ დგას იქ თუ არ დგას და ამისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც გაერო, ასე დაწყებული თქვა, იგივე თუნდაც მაგალითად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო კაბულში. მეორე საკითხი ეს არის, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია ეს ჩვენ ხედავთ რომ ესთეტიკური სიმახინჯეებით გაივსო ქალაქი. საჭიროა რაღაცა კრიტიკული მიდგომა გამოვიჩინოთ და ეს სიმახინჯეები რაც დაიდგა, კონკრეტულ მაგალითს მოვიტყვა რაღაცა ველოსიპედი რომელიც ასად მიდის. აღებული იქნეს, იმიტომ რომ დედაქალაქი რომელიც ესე ვთქვათ სავიზიტო ბარათი არის ჩვენი ქვეყნის, უნდა იყოს ლამაზი და არა რაღაცა უაზრო იმებით გაჯერებული. და აქ შემოვდივა და მინდა თბილისის საკრებულოსაც ხო და ყველას ვისაც ეს კომპეტენცია არის რომ ქართულ-ალბანური ურთიერთობები გავაძლიეროთ და ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იქნება თუ კი ჩვენს დედაქალაქში დავდგავთ გიორგი კასტროიტის სკანდერბეგის ძეგლს ეს არის ალბანელი ხალხის ეროვნული გმირი და ეს კარგი ესე ვთქვათ ჟესტი იქნება ალბანეთის რესპუბლიკის მიმართ რომელიც ჩვენი ესე ვთქვათ სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი და თანამდგომია რომ ქართულ-ალბანური ურთიერთობები განვითარდეს და კიდევ ერთი როგორც ახლა მართლმადიდებელ ქრისტიანს მინდა რომ კიდევ ერთხელ შევახსენო საქართველოს სამუსიკოლო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ამის შესახებ წინა გადაცემებში ვისაუბრე რომ ეკატერინე გელაძე ჯუღაშვილი რომელიც იყო უფლისა და მოყვასის მოყვარული ადამიანი მის საუკუნო სამკვიდრებაზე მთაწმინდაზე აუცილებელია რომ დაიდგას ნაკურთხი ჯვარი ამის დიდი თხოვნა მაქვს და ვფიქრობ რომ საქართველოს ეკლესია მრევლიც მღვდელთავრებიც ამ საკითხს აუცილებლად ყურადღებით მოეპყრობიან და ეკატერინე გელაძე ჯუღაშვილის საუკუნო სამკვიდრებაზე დაიდგმება ნაკურთხი ჯვარი.
დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო საუბარი შედგა ჩემი აზრით ბატონ რამას. მადლობა, ძალიან ემოციურად კარგად ისაუბრა, ბევრ რაღაცაში დავეთანხმე, ბევრ რაღაცაში არ დავეთანხმე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქმენის დიალოგი შედგა დღეს და ჩვენ მე დარწმუნებულია, ჩვენ აქ სამივე ადამიანი, რომელიც აქ ვსყიდვათ, ვართ ორიენტირებული საზოგადოებაზე და გვინდა რომ საზოგადოება მიაქტიუროს. და საზოგადოების აქტიურობაზე არის დამოკიდებული პირდაპირ ის პოლიტიკური ნება, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლება რანაირი უნდა იყოს ისა, ის თავიდან ბოლომდე საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული და მინდა კიდევ ერთხელ მიმართოთ ჩვენ საზოგადოებას. იმოქმედეთ, მეგობრებო, იმოქმედეთ, ძვირფასო ადამიანები, ამხანაგებო, იმოქმედეთ, შექმნით თქვენ თვითონ სახალხო კომიტეტები, შექმნით თქვენ თვითონ საგარეო კომიტეტები, წინააღმდეგობის შტაბები. ჩვენ თუ გვინდა რომ მოხდეს ეკონომიკური და სოციალური და პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის ცვლილებები, ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად დარაზმულად. დიდი მადლობა. ეთერში იყო საზოგადოებრივი არჩევანი, საინტერესო სტუმრები მყავდნენ. გემშვიდობებით იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო მეგობრებო.